კიდე რაც მინდა რომ აუცილებლად იცოდეთ და დამეხმაროთ იმაში რომ მოვითხოვოთ ამაზე სათანადო რეაგირება ყველანაირად ხელს უშლიან რაიონებში მიკედლებებს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ცხოველის დარეგისტრირება. მოგახსენეთ, რომ ჩიპირებული ძაღლი, ანუ პატრონობაში მყოფი ძაღლი აუცილებლად საბელზე უნდა იყოს, შესაბამისად რეგიონებში და სოფლებში უფრო გონივრობასთან ახლოა იყოს მიკედლებული ძაღლი, რომც ეზოში შედიოდეს და იქ იყოს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანმა ვერ დაირეგისტრიროს ცხოველი. შესაბამისად, იანვარში დაადგებიან 1500 ლარიანი ჯარიმით. გარდა ამისა, კიდევ სხვა ხელოვნურ ბერკეტებს ქმნიან, მაგალითად იმას, რომ ნასამართლეობის ცნობა უნდა მიიტანოთ აწი იმისთვის, რომ თქვენი საკუთარი ცხოველი დაირეგისტრიროთ, უნდა გაწვალოთ, ჯოჯოხეთი გამოგატარონ იმის მაგივრად, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა იყოს, როდესაც ახსეთი დიდი რაოდენობით მილსაფარი ყავდა სადაღარი გუშინ და გუშინწინ მიწია ქალაქში ბევრი სიარული და სულ 2 ძაღლი შემხვდა გზაზე, ანუ მაქსიმალურად ქრება ქალაქში და ქალაქგარეთ, ყოველდღე იდება პოსტები, მაგრამ მაინც მიუხედავად იმისა, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ ოჯახებში ცხოველების აყვანას, ხელს უშლიან. ანუ ვერ მოაწესრიგეს ის, რომ 259 ან ცხოველისადმი სისასტიკით ბრალდებულის თუ დამნაშავე ცნობილის ბაზა შექმნან, თქვენ უნდა გაწვალოთ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც შეიძლება ახლოს არასოდეს არ ყოფილიყართ სასამართლოსთან ჩავლილი, უნდა გაწვალონ და ზედმეტი ხარჯები და ზედმეტი თავის ტკივილი აგიტეხონ.